მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი სტარტაპერი. მე ვარ მარიამ დემურაშვილი და დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს სულხან სახვაძე, რომელიც არის Helio AI-ის თანადამფუძნებელი. სულხან, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა რომ მოხვედი სტარტაპერში. ძალიან ახლოს არის თქვენთან ეს სიტყვა კომპანიასთან. ნამდვილად. ხო, და მინდა რომ პირველ რიგში გავაცნოთ ადამიანებს Helio AI. საიდან წამოვიდა მისი შექმნის იდეა? აქედან დავიწყო. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგმიწვიეთ და გვაქვს საშუალება რომ მოკლედ ამ პლატფორმის საშუალებით კიდევ ბევრ ადამიანს მოუყვეთ Helio AI-ის შესახებ. Helio AI არის პირველი ქართული რეკრუტინგის სოფტი, სადაც რეკრუტინგის ყველა პროცესი არის გაციფრულებული. და მთელ ამ პროცესში ჩართული არის ქართულად გაწვრთნილი ხელოვნური ინტელექტი. წვრთნას იმიტომ ეძახ ხოლმე, რომ ეს ყველაზე ახლო სიტყვა არის მოკლედ ამ უცხოურ სლენგებთან. Helio AI-ის შექმნის იდეა, მოკლედ ჩვენ ვართ 4 თანადამფუძნებელი, მე, სულხანი, იაკო, ნინი და ნათია. Helio შექმნის იდეა თავიდან მოკლედ გაჩნდა ნინის და იაკოს, ესე რომ ვთქვათ, კოლაბორაციაში და სინთეზში, სადაც იმ დროისთვის მუშაობდნენ იმ კომპანიებში, ჰქონდათ ძალიან ბევრი რეზიუმე გადასარჩევი, როგორც მენეჯერებს. და მოკლედ თემა ის იყო, რომ მაშინ დაფიქრდნენ, რომ უბრალოდ აღარ უნდათ ამის ხელით კეთება, ხო? ჩვენს ძველ წარსულში, პრინციპში არც ძველი არის, ახლო წარსულში შეგვიძლია ვთქვათ. ეს პროცესი იყო, არ ვიცი, რეზიუმ ვაკანსიას აცხადებდი, უნდა მიგეწერა სხვადასხვა დასაქმების პლატფორმისთვის. მე მიიღებდი რეზიუმებს, ეს რეზიუმები უნდა ჩამოგეტვირთვა, მე არ ვიცი, ამოგეწერა ინფორმაციაში, შეგეყვანა Excel-ებში, მე შეგექმნა ფოლდერები, მოკლედ იყო ძალიან დიდი ეგრეთ წოდებული ხელით საკეთებელი საქმე, მანუალური საქმეები, რასაც ვეძახით და ნუ უბრალოდ ერთ დღესაც ნინის და იაკოს არ მომდათ ამის კეთება ხელით. და მაშინ გაჩნდა იდეა, რომ რატო არ შეიძლება ქართულ რეალობაში არსებობდეს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ამ პროცესს, ესე რომ ვთქვათ, გადაიტანდა თავის მხარეს. იმ დროისთვის ქართულ რეალობაში მსგავსი გამოცდილება არ იყო, როგორც ქართული პროდუქტი, თუმცა რა თქმა უნდა, ევროპის და ამერიკის მასშტაბით იყო სხვადასხვა პროდუქტები. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ბაზარი მათთვის, როგორც ბიზნესის მხარე, ძალიან მწირი არის, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის თვალსაზრისით, ისინი არ შემოდიან ქართულ ბაზარზე, იმიტომ რომ არ წვრთნიან ხელოვნურ ინტელექტს ქართულ ენაზე, იმიტომ რომ ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროცესი არის და უბრალოდ არ უღირდათ. შესაბამისად, ქართული ბაზარი იყო სრულიად, ესე ვთქვათ, თავისუფალი. და აქედან გაჩნდა მოკლედ Helios იდეა, ანუ პირადი ესე რომ ვთქვათ, გამოწვევებიდან და სირთულეებიდან დაიბადა ეს იდეა. მე უკვე შევერთით მე და ნათია და მოკლედ ესე დაიწყო Helios დიდი თავგადასავალი, რომელიც დღემდე გრძელდება და ძალიან ესე ვთქვათ, სასამოვნო პროცესი აღმოჩნდა. თავიდან არ მეგონა ესეც სასამოვნო, მაგრამ უფრო და უფრო ესხში ესე ვთქვათ, შევედი მეც. ეხლა ამ ყველაფერს ღიმილით ყვები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწიათ, მანამ სანამ მოხვიდოდით აქამდე. მე მაინტერესებს ეს გზა როგორი იყო. სირთულეები პრინციპში და გამოწვევები ეხლაც არის, უბრალოდ უკვე სხვა ხაზში მიმდინარეობს ეს სირთულეები. თავიდან როცა გავუშვით, როცა შევიკრიბეთ ჩვენ 4 და დავიწყეთ პროდუქტის პირველ ვერსიაზე მუშაობა, დაახლოებით 6 თვეში თუ სწორად მახსოვს, პირველი ეგრეთ წოდებული MVP, ანუ პირველი ვერსია გამოვიტანეთ, ესე რომ ვთქვათ, თვალსაჩინოდ. და ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები ვიყავით, იმიტომ რომ პირველივე დღიდან, როცა ეს 4-ეული შევიკრიბეთ, ანუ ღრმად გვწამდა და ღრმად გვჯეროდა, რომ ეს იყო მომავალი. ეს იყო ის რეალობა, რომელსაც საოცრად აღმოჩნდებოდით. ჩვენს საქართველოს მათ შორის ეს თუ არ ვწდები 2023 წლის ბოლო არის და მოკლედ ბოლომდე ესე ვთქვათ გჯეროდა და ბოლომდე ვაწვევოდით ამ იდეას რომ ეს ის იყო. თუმცა
როგორც კი პირველივე მომხმარებელს შევეხეთ, ყველაზე დიდი სირთულე ალბათ აქ აღმოჩნდა, როცა მათთვის გვიწევდა იმის ახსნა, რა იყო ეს და რამდენად ღირებული იყო ეს მათი კომპანიისთვის, მათი საქმისთვის, მათ შორის როგორც პიროვნებებისთვის, როგორც HR-ების და ასე შემდეგ. მე 15 წელზე მეტია HR-ის სფეროში ვარ, მთელი ჩემი ესე რომ ვთქვათ შეგნებული ცხოვრება მიუძღვენი ადამიანებზე ზრუნვას და მოკლედ თავიდან ალბათ განცდა მქონდა, რომ როცა ჩემ კოლეგასთან დავჯდებოდი მაგიდასთან, მარტივად შევძლებდი მოკლედ მათთვის ახსნას მიწოდებას, თუმცა თავიდან საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მაგრამ ნელ-ნელა მოკლედ ეს ეგრეთ წოდებული ყინული გალღვა ჩვენს რეალობაშიც და დღესდღეობით ფაქტიურად წელიწადი და 9 თვე არის უკვე გასული 400-მდე ბრენდს ვემსახურებით, დაახლოებით 200-ზე მეტი კომპანიას ვემსახურებით და უკვე 16 ქვეყანაში ვართ, ესე ვთქვათ, გასულებ. ანუ წელიწად და 9 თვეში ისეთი რაღაც დატრიალდა ჩვენს გარშემო, რომ ხანდახან ვამბობთ ხოლმე, როცა ვიკრიბებით, რომ მოკლედ არ გვეგონა თუ ესე სწრაფად ესეთი მოკლედ ამბავი დატრიალდებოდა რა. იმდენად სწრაფად აითვისა მოკლედ ჩვენმა გარემომ ეს ყველაფერი. ძალიან ხშირად არის, რომ არ ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას იმ სირთულეებზე და არ ჩადიან სიღრმეებში ბიზნესის მფლობელები, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაღაც ალბათ იმ მომენტში იმდენად კრიზისულ სიტუაციაში გიწევს მოქმედება, რომ არც გახსოვს რა საკეთებ. ხო? ამიტომ რადგან ჩვენი პოდკასტი ემსახურება მიზანს, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ადამიანებს, ვისაც დაწყებული აქვთ, ან ეხლა იწყებენ თავის ბიზნესს და განვავითაროთ ეს მიმართულება, ბიზნესის მიმართულება ზოგადად. აი ეს მინდა რომ გამოვყო უფრო კონკრეტულად, რომ რა სირთულეები შეიძლება რომ გზად დახვდეს. მესმის, რომ ინდივიდუალურია ყველა ბიზნესი, მაგრამ არის რაღაცა გარკვეული სტანდარტები, რომელ ფაზები ალბათ უფრო, რომელსაც ყველა ბიზნესი გადის. და ეს პირობითად 3 ფაზა რო გამოვყოთ, რომელიც გამოიარეთ. ხო, ძალიან საინტერესო არის. მოკლედ, ესე გავაკეთებდი, რომ ამ 3 ფაზას შეიძლება კონდეს ჩაშლა კიდე ქვევით. პირველი როცა ჩვენ 4 შევიკრიბეთ, ერთი სირთულე იყო, რომ თვითონ იდეაზე მუშაობა, როგორც აი ცოტა უტრირებულად რო თქვა, ტექნიკურ მახასიათებლებზე მუშაობა, რომ ეს 4 ადამიანი ყველას თავისი ხედვა აქვს, მე HR-ი ვარ, ნინი მარკეტერი იყო, ნათია ტექნიკური მიმართულებით AI ინჟინერია, იაკო მენეჯმენტის მიმართულებით არის და ნუ აი 4 სრულიად სხვადასხვა, ესე რო თქვა, გამოცდილების მქონე ადამიანი ზის და მუშაობს ერთ კონცეფციაზე, საიდანაც უნდა შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც უნდა მოეწონოს გარემომხმარებელს, ხო, რომ უბრალოდ გაიყიდოს პროდუქტი, ხო? ჩვენ ხო მარტო ჩვენი სიამოვნებისთვის არ ვაკეთებდით, თუმცა ეს კიდე ცალკე თემა არის, იმიტომ რომ იყო შემთხვევები, როცა არ ვიცი, ღამის 12 საათამდე, ღამის პირველ საათამდე ერთჯერა და არა, ანუ განგრძობითი ხასიათით ვმუშაობდით და იმდენად ეცხში ვიყავით შესულები, რომ ვეუგზნობდით უბრალოდ დროის დაკარგვას. ეს ერთი ხაზი, რომ უბრალოდ ეს 4 ადამიანი უნდა შევთანხმებულიყავით პროდუქტის სხვადასხვა ესე ვთქვათ ტექნიკურ მახასიათებლებს, მაგრამ მეორე გამოწვევა და სირთულე იყო გუნდის შეთამაშება. ამ 4 ადამიანის თანადამფუძნებლის შეთამაშება. ეს საკმაოდ რთული პროცესი არის. იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად ვჭამდით, ერთად ვსვამდით, ერთად ვტიროდით, ერთად ვიცინოდით, დღესაც ესე არის, თუმცა ამ შემთხვევაში სიცილი და ჩვენ ხორხოც ვეძახით ხოლმე ამას, უფრო დიდი მასშტაბით არის და სულ ამბობთ ხოლმე, რომ ამ იუმორმა და ამ რაღაც პოზიტიურმა განწყობებმა ძალიან ბევრი რაღაც გადაგვატანია მთელ ამ პროცესში. და გუნდს რო დაუბრუნდეთ, ერთ-ერთი გამოწვევა იყო გუნდის ჭრილს, რომ ეს გუნდი როგორ შეთამაშდებოდა და აქედან დავიწყეთ ფიქრი, რა იყო ის, რაც ამ პროცესში დაგვეხმარებოდა თავიდან. და მაგალითად დღემდე წელიწად და 9 თვე გავიდა, დღემდე ყოველ 4 შაბათს საღამოს 4 კაცი ვჯდებით და გვაქვს გუნდის ფიდბექ სესია. 4 თანადამსვლელი ერთმანეთს ეუბნება ღიად ფიდბექს, უკავშირს.
და ეს უკავშირი ძირითადად არის განმავითარებელი ხასიათის, რა თქმა უნდა, მაგრამ ღიად ვსაუბრობთ იმაზე, რაც გვაწუხებთ. რა კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთს, რა მოგვეწონა, რა შეიძლება უკეთესად გაგვეკეთებია. ოღონდ ეს ხაზი უკვე არ ეხება პროდუქტს. ეს არის წმინდად პიროვნული ხაზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მთელ ამ პროცესში. და ეს საკმაოდ რთული იყო. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ 4 თანადამფუძნებელი ზის პროდუქტს ანვითარებს და პარალელურ რეჟიმში უნდა იფიქრო, რომ როგორც პიროვნება შეეთამაშო ამ 4-ეულს, უბრალოდ ამ 3-ეულს, ჩემ თავს თუ გამოვაკეთებთ ამ შემთხვევაში, რომ სწორად წავიდეს ეს პროცესი, სწორად განვითარდეს ეს პროცესი და საკმაოდ რთული იყო. ერთი ფიზიკურად, იმიტომ რომ დიდი დრო ჭირდება შრომას და მეორე ემოციურად საკმაოდ რთული ამბავი იყო, მაგრამ სულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ დღესაც, აი წელიწადი და 9 თვე გავიდა, დღესაც ეს შეხვედრა აქტიური არის, არ დაგვირღვევია ეს წესი და დღესაც ღიად ვსაუბრობთ ერთმანეთთან და ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი მთელ ამ პროცესში, რამაც მოგვიყვანა ესე და ჩვენ გუნდს არ იმის საშუალება, რომ ვიღაცას რაიმე ეწყინოს, ვიღაცა არ ვიცი გაბრაზებული იყოს, ვიღაცას ეგოს პრობლემა ქონდეს და ასე შემდეგ. ღიად ვაფიქსირებთ ერთმანეთთან ყველაფერს. ძალიან თამამად. ეს იყო საწყისი ეტაპები, რაც პირველადვე დავალაგეთ და თუ აქ ვიტყვით, რომ რატო გაჩნდა ეს იდეა საერთოდ, ალბათ ეს იდეა გაჩნდა ჩვენი წარსული გამოცდილებიდან, ეგრეთ წოდებული კორპორატიული სამყაროდან, სადაც ვმუშაობდით და ვიცოდით რა გამოწვევები იყო და ამიტომ თავიდანვე ესე რომ თქვათ, ღიად გავხსენით კარტები ერთმანეთთან საურთიერთოდ. შემდეგ უკვე ყველაზე ალბათ დიდი გამოწვევა იყო ნდობის მოპოვება საზოგადოებაში. მე მახსოვს ჰელიოს ერთ-ერთი ესე ვთქვათ ხაზი არის გემიფიკაციის კომპონენტის შემოტანა რეკრუტინგის პროცესში და ჩვენ ვთქვით, რომ მოდით ჩვენ შევცვალოთ მიდგომა, სტანდარტული მიდგომა რეკრუტინგში და რას მოიაზრებს ეს? თუ მაგალითად კანდიდატზე მე მაქვს მისი განათლება, რაც სტანდარტულ რეკრუტინგში არის და მეორე მაქვს მისი სამუშაო გამოცდილება, მე არ მყოფნის ეს იმისთვის, რომ სწორი ადამიანი შევარჩიო კომპანიაში და ჩვენ ვთქვით, რომ ამ ორ კომპონენტს აუცილებლად უნდა დაემატოს პიროვნული მახასიათებელი, რომ ჯამურად შევხედო ადამიანს, მის განათლებას, მის გამოცდილებას და რა პიროვნული მახასიათებლები აქვს მას. ამას ჩვენ HR-ში ეგრეთ წოდებულ culture fit-ს ვეძახით, ანუ კულტურულად რამდენად თავსებადი არის ეს ადამიანი. და ამის საპირწონედ, მოკლედ იქედან გამომდინარე, რომ მაშინ რამოდენიმე კვლევას გავიცანი და ეს კვლევები ამბობდა, რომ 2005-2030 წლის ესე რომ ვთქვათ პერიოდში ჯენზი თაობა იქნებოდა სამუშაო ძალის მთავარი წარმმართველი ძალა, თქვით რომ მოდი ეს ყველაფერი აქედანვე დავიწყოთ, რომ მათი ქცევის შესაბამისად გავაკეთოთ და შემოვიტანეთ გემიფიკაციის კომპონენტი. ეხლა რა არის ეს კომპონენტი? რეკრუტერი შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე კანდიდატს უგზავნის თამაშის ბმულს, კანდიდატი შედის და თამაშობს. ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, Minecraft-ი, შეიძლება იყოს, არ ვიცი, Omobana, შეიძლება იყოს რაიმე ისტორიული ნაწყვეტი. და რეალურად ბექში ამ ესე რომ ვთქვათ კანდიდატზე, რა თქმა უნდა ეს გაცხადებულია და კანდიდატმა იცის და ეთანხმება ამ პირობებს, კანდიდატზე გენერირდება მისი პოტენციური ქცევითი პროფილი. ანუ როგორი ტიპის ადამიანია, როგორი აქვს კომუნიკაციის მახასიათებლები, ნევროტულობის დონე, ანალიტიკური აზროვნება, ლიდერული უნარები გააჩინა და ასე შემდეგ. და ეს კომპონენტი წავიღეთ, მაშინ იმართებოდა ვებ სამიტი, რომელიც არის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური სამიტი მსოფლიოში, ლისაბონში და საქართველოსდან, რომლებიც არ ვიცი ალბათ იქ დაახლოებით წარმოადგენდა რომ ქონდეთ სადღაც 30,000-მდე კომპანია იყო იმ წელს, დაახლოებით 70,000-მდე ადამიანი ესწრებოდა ამ სამიტს, უდიდესი სამიტი არის. და ევროპის მასშტაბით 10 საუკეთესო სტარტაპს შორის მოხვდით, ესეთი გადაწყვეტით, როგორც მომავალი სამუშაო, ესე რომ ვთქვათ, გარემოს შეცვლაზე, ვინც მუშაობს, ხო? და ეს პროცესი, რო ვთქვით, საქართველოში პირველი სიტყვები იყო და ამას ვახმართ, აი ნდობაზე მინდა გავასვა ხაზი. პირველი სიტყვები იყო, რომ ქართველები ხართ? ნამდვილად თქვენ გააკეთეთ ეს და თავიდან მქონდა ცოტა გაუცხოება, რომ ანუ ვერ ხვდებოდი რატო სვამდნენ ამ კითხვას, ესე რომ ვთქვათ. არა და უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი
პროდუქტი, ქართული პროდუქტი ნამდვილად არის უნიკალური პროდუქტი და ძალიან ბევრმა პროდუქტმა თქვა სოფლიოს მასშტაბით მოკლედ თავისი სიტყვა. და აღმოჩნდა რომ ჩვენი ეს გეიმიფიკაციის გადაწყვეტა იმ დროისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოკლედ იმ ეგრეთ წოდებულ გარემოში, სადაც ჩვენ მოძრაობდით. და აქედან დავიწყეთ ფიქრი, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ნდობა. და ამ ნდობას როგორ გავაკეთებდით, ხო? როგორ მოვიპოვებდით. ამიტომ პროდუქტის პარალელურად დავიწყეთ ფიქრი, რომ მომხმარებლებისთვის, ან ჩვენ მოსარგებლეებისთვის, არ ვიცი, როგორ შეგვიძლია ვთქვათ, დავიწყეთ ეგრეთ წოდებული ცნობიერების მიმართულებით მუშაობა. მაგალითად, პირველად როცა შევდიოდით ეგრეთ წოდებულ დემო call-ებზე, ანუ როცა პროდუქტის ესე ვთქვათ პრეზენტაციას ვაკეთებდით, დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ 45 წუთიანი რაღაცა ვიდეო ზარიდან 20 წუთს უთმობდით რა არის AI, როგორ მუშაობს, რას ემსახურება, ანუ შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა და ნელ-ნელა აქედან დაიწყო მოკლედ ნდობის მოპოვება. მერე უკვე წარმოვიდა მასშტაბირების ამბავი და დავიწყეთ ფიქრი ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ საქართველოს არ იყო, უბრალოდ მხოლოდ საქართველოს არ იყო ჩვენი ბაზარი, სადაც უნდა ყოფილიყავით და ვიცოდით, რომ მასშტაბირება უნდა გაგვეკეთება და შემდეგი ეტაპის სირთულე იყო პროდუქტის მასშტაბირება. ხო, ყველა ქვეყანას აქვს განსხვავებული მიდგომები, მათ შორის ქვეყანასაც არ ვიტყვი ალბათ კომპანიებსაც, ხო, თვითონ HR-ებსაც, ვის როგორი გამოსლება, განსხვავებული მიდგომა აქვს რეკრუტინგში. და უნდა შექმნა პროდუქტი, რომელიც იქნება უნიკალური და უნდა იპოვო ყველას შეხების წერტილი, რომ ის კონცეფცია ჩააშენო პროდუქტს და საკმაოდ დიდი სირთულე იყო. ამ მთელ პროცესში ასევე სირთულე იყო ჩვენს გვერდით ყოფი ადამიანები, ოჯახი, მეგობრები, იმიტომ რომ ფაქტურად ამ წრესთანაც ესე რომ ვთქვათ, წრესაც მოვაკელით რაღაც დრო და ამ დროსაც ჰელიოს უთმობდით და ძალიან დიდი არის მათი დამსახურება, როგორც მხარდამჭერები, იმიტომ რომ ისინი მხარს გვიჭერდნენ და თუნდაც არ ვიცი დაღლილი როცა მიხვიდოდი სამეგობრო წრეში, არ გეტყოდა რომ რაზე მუშაობ ხა, შეეშვი რა, ან პირიქით ყოველთვის იყვნენ მხარდამჭერები. მოკლედ ბევრი ეტაპი იყო, ესე ცოტა რომ გავამსხვილოთ სირთულეების თვალსაზრისით და ეს ეტაპები არ იყო მხოლოდ მატერიალური ხასიათის, აქ იყო ემოციური ხასიათის და ამაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. რა თქმა უნდა, ჩვენმა ახლო სოციალურმა წრემაც, მეგობრები, ოჯახი ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვთქვეს და თავარი რაც მინდა ვთქვა, თვითონ მომხმარებლები, რომლებიც ჰელიოს იყენებენ, ისინიც ძალიან მხარდამჭერები აღმოჩნდნენ. მე მახსოვს პირველად როცა გავშალეთ საქართველოს დროშა ამ ვებ-სამიტზე და ერთ-ერთმა გამოცემამ როცა გამოაქვეყნეს ფოტო რომ ქართველებმა მოკლედ მოვიგეთ ეს პრიზი, მახსოვს როგორი ოვაციები იყო ამ ჩვენ სფეროს წარმომადგენლებს და როგორ გულწრფელად გილოცავდნენ ამ ყველაფერს და მაშინ კიდევ უფრო გამყარდა ის განცდა რომ სწორ რაღაცას ვაკეთებთ და ჩვენ ესე რომ ვთქვათ, მხარდამჭერებიც გვყავს ამ სფეროში და მოკლედ სწორ გზაზე ვდგავართ რა. იცი რა მესმინება პირველი რომ ჩანს თავიდან ბოლომდე ის ენთუზიაზმი, რომელი ენთუზიაზმითაც ამას აკეთებთ, ჩანს გუნდურობა, უკუკავშირის ამბავი, რომელიც ფიქრობ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი არის, მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არის შინაგანი შეგრძნების მდგომარეობა, რომელიც არის რთული გადასალახი ეტაპები, პიროვნული თვალსაზრისით გულისხმობ, თუნდაც გუნდთან ურთიერთობის კუთხით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკავშირი ყოველთვის დადებითი ვერ იქნებოდა ფიზიკურად და გიწევს, რომ შენს ეგოს რაღაცა შეეთამაშო, რაღაცეები უკან წაწიო, რაღაცეები წამოწიო, მიმღებლობა გქონდეს დიდი და ეს გამოიმუშაო საკუთარ თავში. აი, ამ პერიოდის განმავლობაში, იმ დღიდან, როდესაც ჰელიო დაარსდა დღემდე, პიროვნული ზრდის თვალსაზრისით რა გზა გამოიარე კონკრეტულად შენ? კი, ეს ძალიან საინტერესო შეკითხვა არის და ესეთი გამოწვევები პირადად მე მქონდა და რატომ მქონდა ამასაც ვიტყვი. რადგან პროდუქტი თვითონ არის, ესე რომ ვთქვათ, HR-ული, ბრჭყალებში რო ვთქვათ და ამ გუნდში, ესე რომ ვთქვათ, HR-ის ბექგრაუნდი
ანუ მე მქონდა სულ რატომღაც შინაგანად მქონდა განცდა რომ საწყის ეტაპზე რა თქმა უნდა რომ ანუ მე თუ რამეს ვიტყოდი პირობითად ვამბობ ხო ესე იყო ეს მართალი არის მოკლედ და ეს დიდი გამოწვევა იყო ეს გამოწვევა იყო ჩემი მე უნდა გადამელახა ეს პროცესი, იმიტომ რომ რეალურად არასწორი არის, როცა მხოლოდ ჩემი ესე რომ ვთქვათ, ხაზიდან ვუყურებდი ამ პროცესს. აუცილებლად უნდა მენახა სამივეს ესე რომ ვთქვათ, ხედვა კონკრეტულ ფუნქციონალთან დაკავშირებით, ხო? და ამიტომაც არის დღეს Helio ესე რომ ვთქვათ, ესეთი, რომ მარტო HR-ული მიდგომა არ არის. აქ არის ბიზნესური მიდგომა, მარკეტინგული, ტექნიკური თვალსაზრისით და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ამ უკავშირებმა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღემდე, ყოველკვირეულად, მაგრძნობინა, მასწავლა და მითხრა ის რომ სულხან შენ ეგოს ცოტათი მოეფერე, შენ არ ხარ ამ გუნდში ამ სფეროს სპეციალისტი მხოლოდ და მხოლოდ შენ, მოკლედ ამ ადამიანებს აქვთ განცდა, ხედვა, რომ აკეთებენ სწორ საქმეს და დავიწყე, ესე რომ ვთქვათ, უფრო აქტიური მოსმენა მათი და რაც მთავარია, აი ცოტა უტრეულად რო თქვა, უფრო მეტი მიმღებლობა მათი უკავშირების კონკრეტულად პროდუქტთან მიმართებაში მაქვს საუბარი და არა რაღაც პიროვნული თვალსაზრისით. ანუ დღეს რო ავიღო მე მაგალითად 2 წლის წინანდელი სულხანი და დღევანდელი სულხანი, შემიძლია ვთქვა, რომ დიამეტრალური განსხვავება არის ამ ამბავში, იმიტომ რომ დღეს ჩვენი გუნდი უკვე აღარ არის 4 და საკმაოდ დიდი არის იმასთან შედარებით რაც ვიყავით და დღეს ამ გუნდთან მოკლედ უფრო ადვილად ვკომუნიცირებ და ეს გამოიწვია იმან რომ აი ამ პროცესში ეს სამი ადამიანის დამფუძნებლები ვიყავით ერთმანეთთან, ვსწავლობდით, ერთმანეთს ვეუბნებოდით სათქმელს. რა თქმა უნდა, ესე რომ ვთქვათ, შესაბამის ფორმებში და ამ ყველაფერმა მასწავლა მიმახვედრა მაგრძნობია ის, რომ მოკლედ მე სხვებისას უნდა მომესმინა მერე რა რომ ისინი მაგალითად შეიძლება არ იყვნენ HR-ები ან რეკრუტერები. ზოგადად ეს ისეთი მეთოდი არის, როგორც მასწავლებელს არ შეიძლება რომ რაიმე უთხრა ან შეუსწორო, აი დაახლოებით მსგავსი ესე რომ ვთქვათ, ხაზი შეიძლება გავატაროთ აქ. კი, ეს გამოწვევა პირადად მე მქონდა და ეხლა ალბათ იცინებენ ჩემები რომ მომისმენენ რომ ამას ეს ღია და საჯაროდ ვამბობ, მაგრამ რაც თქმელია უნდა ითქვას. ხო, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი შეიძლება რომ გადიოდეს ამ ტრანსფორმაციას და მნიშვნელოვანი არის ეს ზოგადად როგორც პიროვნული მიმართულებით, ასევე ბიზნესის მიმართულებით, იმიტომ რომ პიროვნებებზე ხდება ამ ყველაფრის დაშენება და იმიტომ გავამახვილე ამაზე ყურადღება, მინდა დაუბრუნდე AI-ს და ადამიანებს. განსაკუთრებით HR-ებში და ბიზნესში არსებობს გარკვეული რწმენა წარმოდგენები AI-სთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ვფიქრობ ისეთ კომპანიებში, სადაც მაინც ტრადიციული ქართული აი რაღაცა ეს წესდება არსებობს და ზოგადად ესეც ხდება ხოლმე რაღაც ახალი რო შემოდის, არ აქვს მნიშვნელობა ეს მსოფლიოს ბაზარზე შემოდის თუ საქართველოში, ყოველთვის ეს ერთი თვალის მოჭიდვით უყურებენ ყოველთვის ამ ამბავს და ესე იგი ერთ-ერთ პლატფორმაზე ძალიან ხშირად მიდის იმის განხილვა, რომ აი AI ჩაგვანაცვლებს და ადამიანები საჭირო აღარ ვიქნებით და ჩვენი როლი სადღაა და ჩვენ რაღაცა მოკლედ მთელი ამბავი არის შექმნილი, ყველას აქვს ზოგადად როგორც ხდება ხოლმე საპირისპირო აზრი, ვიღაც იძახის, რომ აი ამას ამდენი კარგი ფუნქცია აქვს და ვიღაც იძახის, რომ აბა ჩვენ რა გავაკეთოთ ადამიანებმა. როგორ ხედავ ზოგადად ტექნოლოგიის განვითარებას და ადამიანების როლს ერთმანეთთან თანაფარდობაში და რა ზეგავლენას მოახდენს ტექნოლოგიების განვითარება, თუნდაც AI-ის მიმართულებით, დასასაქმებლებზე მოტივად რა ვთქვა. აი, კი ბატონო. თავიდან უნდა თქვა ესეთი რამე, რომ ამ პროდუქტის პირველი ესე რომ ვთქვათ, ვერსია რო შეიქმნა, ეგრეთ წოდებული MVP ვერსია, მოკლედ ჩემს ერთ-ერთ კოლეგასთან მივედი, რომელსაც ძალიან ღირებული გამოცდილება აქვს ამ სფეროში და მასთან სამსახურში ვიყავ, მოკლედ.
დავაჩვენე ეს პროდუქტი. და რო ნახა, პირველი ეს არის 2023 წელია, მე მგონი, პირველი რაც გაქდა, მის გუნდს გადახედა, ოთახში ისნე და მეგობრებო, მე მგონი სულხანი სამსახურს გვართმესო. ეგეთი ფიდბექი იყო, რა თქმა უნდა, ხუმრობით ესე რომ თქვა ეს ყველაფერი. მაგრამ არაერთხელ შემხვედრია ფრაზა, რომ რას აკეთებთ? თქვენ სამსახურს გვართმევთ და ასე შემდეგ. ეს აქცენტი თავიდანვე არასწორი იყო და ეხლაც თუ კიდე ვინმე დარჩა რომელიც ამაზე ფიქრობს, კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს ხმამაღლად რომ ნამდვილად არასწორია, იმიტომ რომ AI არ არის ის ვინც ან რაც გართმევს სამსახურს. თავარი არის სწორად შეხედო ამ პროცესს, ხო? და მეორე საკითხი მე სწორად გამოიყენო. ეხლა რას ნიშნავს ეს? თუ მაგალითად წლების წინ ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ არ ვიცი, გადაადგილება იქნებოდა ტრანსპორტით, არ ვიცი, სარწყს არ დავრეცხავდით სარწყი მანქანის საშუალებით, მობილური ტელეფონი, რომელიც დღეს გარდაუვალი ამბავია, ხო, ფაქტიურად ყველას აქვს მობილური ტელეფონი, იმიტომ რომ სხვა კომუნიკაციის არხი უბრალოდ არ არსებობს. ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიდეთ და უნდა ვთქვათ, რომ AI არ არის ის, რაც მინდა არ მინდა. ის ეხლა აქ არის, ეს ჩვენი მოცემულობა არის და ამას უბრალოდ როგორც ტელეფონს ვერ გავიქცევით, სატრანსპორტო საშუალებას ვერ გავიქცევით, არ ვიცი, სარწყ მანქანას ვერ გავიქცევით პირობითად, ანუ ეს არის ჩვენი მოცემულობა. ჩვენ ამ რეალობაში ვართ, ამ რეალობაში ვიქნებით, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდება და ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტად განვითარდება და უფრო მეტ მასშტაბირებას შეიძენს. აქედან გამომდინარე, ეგრეთ წოდებული, აი უტრირებულად რო თქვა, მასთან ბრძოლა და შეწინააღმდეგობა უბრალოდ არაფრის მომტანი არ არის. თავარი არის გავითავისოთ კარგად და აქედანვე დავიწყოთ მასთან არ ვიცი. ესე ცოტა ისე რო თქვა, მეგობრობა რა, AI-სთან. გარდაუვალ რეალობაში ვართ, ეს არის მოცემულობა და უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ გავხადო ეს ტექნოლოგია ჩემი სფეროს თამდევად, რომ მე შემიმსუბუქო საქმე. ანუ ამას როგორც მტერს ისე კი არ უნდა შევხედო, ან უნდა შევხედო ისე როგორც ჩემის ესე ვთქვათ, დამხმარე საშუალება. ეს საკმაოდ რთული პროცესი არის, უნდა გითხრათ, ეს არ არის მარტივი პროცესი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი, არ ვიცი, ინდივიდუალური აღქმის რეალობა და ამ ინდივიდუალური აღქმის რეალობასთან ჭიდილი და ახლის მიღება ძალიან რთული არის. ეს პროცესი კიდევ უფრო გაიდგამს ფეხს და ჩვენ უბრალოდ უნდა ვიზრუნოთ მის ეთიკურობაზე და სწორად გამოყენებაზე. დანარჩენი უბრალოდ ხდება ისედაც უკვე ჩვენს გარშემო. მე მახსოვს პირველად GPT ყველაზე ცნობილი ახლა ჩვენს რეალობაში, რომ გაუშვა თავისი პირველი AI, ესე რომ ვთქვათ, მოდული, ხალხი იყო სრულიად აღფრთოვანებული. შოკში იყო, ვერ ხვდებოდნენ ეს რა იყო და მახსოვს ერთი თვის თავზე დავიძინეთ, გავიღვიძეთ და ახალი მოდელი იყო გამოსული და რომელიც უკვე voice აკეთებდა ფოტოების გენერაციას აკეთებდა ხალხი, ანუ ისე სწრაფად მიდიოდა ეს პროცესი, რომ უბრალოდ ადამიანებმა ვერ მოასწრეს გაეცნობიერებათ რა ხდებოდა ჩვენს გარშემო. და ამას თუ გადმოვიდეთ ახლა HR-ში, ასე ხდება აქაც HR-ში. ეს ეგრეთ წოდებული ძველი რეკრუტინგი მოდელი არ არის მარტო საქართველოში, ეს ეგრეთ წოდებული ფურცლები და paperwork-ი, რასაც ეძახით, ბევრ ქვეყანაში ისევ არის ეს, განსაკუთრებით აი ამ ჩვენს ესე რომ ვთქვათ, სამეზობლო ქვეყნებში, კი ბატონო, იქ შეიძლება ვთქვათ, რომ კიდევ უფრო რთული სიტუაცია არის, ტექნოლოგიურად ჩვენ კიდევ უფრო წინ ვართ, ესე რომ ვთქვათ, წასულები. მაგრამ ეს არის ის, სადაც ცხოვრობთ. ვერ შევცვლით ვერაფერს, ამიტომ სწორად უნდა დავიწყოთ ამ ყველაფრის გამოყენება. HR-ში ეს ყველაფერი კიდევ უფრო ესე რომ ვთქვათ, განვითარდება. ყველაზე მეტად მაინც AI შემოვიდა რეკრუტინგის ნაწილში და რატომ? იმიტომ რომ აქ ჩაანაცვლა ეგრეთ წოდებული მანუალური და რუტინული საქმეები, რასაც რეკრუტერები აკეთებდნენ. აი, რო წარმოიდგინოთ,
ეხა ხანს რაღაც ბლოგიც დავწერე ამაზე, ერთი ვაკანსიის გამოცხადება საშუალოდ თუ ამას მანუალურად აკეთებს, დაახლოებით 30-დან 60 წუთი ჭირდება. ტექსტი დააგენერე, გადაიტანე ფორმატში, მიწერე დასაქმების აის და ასე შემდეგ. არის კომპანიები, მაგალითად Helios-ში ყავს კომპანია, რომელსაც 100-ზე მეტი მიმდინარე ვაკანსია აქვს. თქვენ წარმოგიდგენიათ, უბრალო რუტინულ საქმეში რეკრუტერი რა დროს კარგავს. ანუ საქმე, რომელიც შეუძლია ტექნოლოგიებმა გააკეთოს. და Helios-ში მაგალითად დავალებას როცა აძლევთ, ჩვენ ეხა ხანს გავუშვით პირველი ქართული AI აგენტი რეკრუტინგში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის, ამას ძალიან თამამად ვიტყვი. დავალებას როცა აძლევთ, თვითონ შექმნის ვაკანსიის ტექსტს, შენ არაფერს არ აკეთებ, უბრალოდ უყურებ და მე ან ეუბნები შეცვალი, ან ეთანხმები, ხო? თვითონ აწყობს ტექსტს, გადაიტანს თვითონ თავის ფორმაში. დააგენერებს, შენ უბრალოდ ერთი კლიკი უნდა დაეჭირო, გაზიარდეს შესაბამის რაღაცებს. ანუ წარმოიდგინე, დღეები დავუზოგეთ ამ ადამიანებს, რომ მათი რუტინული საქმე, ესე რომ ვთქვათ, წაიღო ტექნოლოგიებს და რა რჩება? დარჩა სიცარიელე. აი ეს სიცარიელია, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი, შიშები, რა უნდა ვაკეთო მაშინ მე ამ დროს და ასე შემდეგ. და ზუსტად აქ შემოდის ეს ადამიანური, ესე რომ ვთქვათ, მაინდსეტი და რას ნიშნავს ეს, რომ შენი საქმე არ არის რუტინა და ეგრეთ წოდებული pay per work-ი, შენი საქმე არის ხალხი, შენი საქმე არის ადამიანები. აღმოაჩინო ის უნიკალური თვისებები, რაც მე მაქვს, რაც შენ გაქვს, ხო და რაც იმ კანდიდატებს აქვს, რომლებიც მოდიან ჩვენთან და მოკლედ ეძებენ შესაბამის სამსახურს რომ დასაქმნე. ანუ აი ამ კონდიციაში გადავდივართ ახლა რომ სწორი ადამიანების პოვნის საშუალებას ვაძლევთ, იმიტომ რომ გამოვთავისუფლეთ რაღაცა დიდი ნაწილი და ახლობით ეს ჩვენ დათვლილი გვაქვს და 65-70% არის ყოველდღიური საქმის და ამ ადამიანებმა, რეკრუტერებმა, ჩემო კოლეგებმა უნდა მიმართონ ეს ძალა სწორ, ესე რომ ვთქვათ, სწორი ადამიანების შერჩევაში. და რა არის ამისთვის კარგი გასაუბრება, არ ვიცი, ჩახვიდე სიღრმეში, მეტად შეისწავლო კანდიდატი და მოკლედ იმისთვისაც კარგი საქმე გააკეთო კანდიდატისთვის და იმ კომპანიისთვისაც, სადაც ესე რომ ვთქვათ, მუშაობდა, ვისაც ასაქმებ ამ ადამიანს. იცი როგორ მესმინება? უკანა მხრიდან ვხედავ ამ პროცესს. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. რაღაც რო იქმნება, ყოველთვის იქმნება სიკეთისთვის ძირითადად. ყოველთვის ესე არის. თუმცა მე საბოლოო ჯამში ვის ხელში მოხდება და როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს, ამაზე არის დამოკიდებული. მე ვხედავ ამ პროცესს ისე როგორც შენ იძახი ამ პროცესს, მაგრამ ამას აქვს უკანა მხარე. რისკი, მარტივად რა ვთქვა და რაში ვხედავ ამ რისკს. რაზეც ამახვილებენ ხოლმე ზუსტად ადამიანები ყურადღებას. ბიზნესი როგორ გამოიყენებს ამ გამოთავისუფლებულ დროს? HR-ის შემთხვევაში. ხო არ მოხდება, რადგან 65-70% დროის უთავისუფლდება რეკრუტერს, ხო არ მოხდება შემცირება ადამიანური რესურსების, აი ამ ტექნოლოგიური პროგრესის სანაცვლოდ და ამ ადამიანებმა რა უნდა გააკეთონ, ვისი თუნდაც ვინც დაკარგავს სამსახურს. აი ეს მხარე არის კიდე მეორე. კი ბატონო. ძალიან საინტერესო დასმული აქცენტი არის და მინდა რომ ეს შიში გავაქარწყლო არა მარტო ჩემი ესე რომ ვთქვათ განცდებით და დამოკიდებულებით, არამედ კონკრეტული ციფრებით. მე ძალიან ხშირად ვაზიარებ ამ ციფრებს LinkedIn-ზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტენდენციები ვნახოთ, რა ტრენდებია და ასე შემდეგ. დასაქმების ბაზარი ძალიან იცვლება. და რას ნიშნავს? მაგალითად, რამოდენიმე ძალიან ცნობილი გამოცემა ამბობს, რომ 2030 წლისათვის შრომის ძალის მქონე ადამიანების 40% იქნება ფრილანსერი. ანუ ბიზნესი რეკრუტერებს და HR-ს კი არ გაუშვებს სამსახურთან. კიდევ უფრო მეტ დაიმატებს, რომ ის დარჩენილი 60%, რაც დარჩება შრომის ბაზარზე, კომპანიებმა მიიზიდონ და გახდნენ კონკურენტუნარიანები. ანუ სულ სხვა მოცემულობა არის. ის შიშები ახლა რაც შენ გაახმოვანე, არის უფრო ადამიანური ფაქტორებიდან წამოსული და მე
ამას აბსოლუტურად ვაცნობიერებ. მეც ადამიანი ვარ, მეც HR-ი ვარ, მეც ამ სფეროში მუშაობ და ზუსტად მესმის ჩემი კოლეგების. მაგრამ სულ სხვა მხარეს მიდის ბიზნესი და რატომ? იმიტომ რომ შრომის ბაზარი იცვლება საერთოდ. ადამიანების 40% 2030 წლისათვის, რა თქმა უნდა, რომ იქნება ფრილანსერი. ანუ პირიქით გართულდება შერჩევის პროცესი, პირიქით უფრო მეტ რეკრუტერს აიყვანენ, მაგრამ არ აიყვანენ მანუალური ტასკებისთვის. აიყვანენ, რომ შევიდეს სიღრმეში. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, მე სულ ამას ვამბობ ხოლმე, ჩემს კოლეგებთან, ჩემს მეგობრებთან, რომ მეტი უნარები უნდა შევიძინოთ, როგორც სპეციალისტებმა, რომ გადავერთოთ და ვიყოთ ადამიანებზე ორიენტირებული ტიპები, რომლებიც მოიზიდავენ, სწორ ადამიანებს შეარჩევენ, სწორად ჩაატარებენ გასაუბრებებს და ჩავლენ სიღრმეში, ამოიღებენ ამ ადამიანის, ესე ვთქვათ, არ ვიცი, უნიკალურ თვისებებს, რომ ბიზნესი დაარწმუნონ, რომ მაგალითად სულხანი არის ის ადამიანი, ვინც ჩვენ გვჭირდება. ანუ სხვაგან გადადის ეს ხაზი. და მოკლედ რუტინული სამუშაო ნამდვილად აღარ იქნება HR-ების მომავალი. ესე იყო თავიდან 90-იან წლებიდან, როცა ეს სფერო შეიქმნა, ესე რომ ვთქვათ, და ჩვენს რეალობაზე რო ვილაპარაკოთ, რა იყო თავიდან? იყო რაღაცა საქმის წარმოების კადრები. ჯერ იყო საქმის წარმოების განყოფილება, მერე იყო კადრების განყოფილება და ნელ-ნელა შეიძინა ხორცი, მოკლედ ამ ყველაფერმა. ეს განვითარების პროცესი არის, ამაში არაფერი, ესე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული და უცხო არ ხდება და თუ ვინმე არ ვიცი დაკარგავს სამსახურს, ეს არ უნდა დააბრალოს ტექნოლოგიებს, მარტივად თქვა, ეს უბრალოდ ვითარდებით ჩვენ და გვიწევს მოკლედ ამ განვითარებას ფეხი აუწყოთ. მე ხა ერთ რამეს ვიტყვი, რომ ბავშვობიდანვე არ მიყვარდა კითხვა. ნუ აუქნა. არ მიყვარდა კითხვა, მაგრამ მაგალითად, ჩემი და თუ კითხულობდა, ჩემზე ძალიან ჭკვიანი არის, მაგრამ ჩემი და თუ კითხულობდა 10 წიგნს, მე საპირწონედ ვკითხულობდი მხოლოდ ერთ წიგნს, აი შედარებითი, მაგალითად რომ მოვიყვანო ოჯახში რა ხდებოდა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს დასაქმებული ვარ და ვმუშაობ HR-ად და ასე შემდეგ, დღესაც ჩემ თავს ვაძალებ და ჩემს საწოლ მაგიდასთან დევის რამოდენიმე ლიტერატურა და იძულებით ვკითხულობ. ანუ ჩემს თავს ვაიძულებ, რომ წავიკითხო, რომ ვისწავლო და რატო? ისეთი თაობა მოდის, ისეთი მაგარი თაობა მოდის. მე მახსოვს ჩემს სტუდენტებთან როცა შევდიოდი, ანუ ისეთ კითხვებს მისვამდნენ, რომ ვიძაბებოდი, რომ სულხან არ ჩაგჭრან, სულხან მოიფიქრებ, კარგი პასუხი, სწორი პასუხები და ანუ ეს განვითარების პროცესი არის. დღემდე ეს ღიად ვამბობ, ჩემს საძინებელ ოთახში დევის წიგნები, რომელსაც ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ მეკითხვა არ მიყვარს. და ვკითხულობ იმიტომ, რომ ვიყო განვითარებული, მქონდეს ის უნარები, შევიძინო და ბაზარზე, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი, მქონდეს კონკურენტული, ესე ვთქვათ, სკილსეტი, ერთობლიობა, რომელიც საბოლოოდ ამბობს, რომ კი სულხანი საჭიროა დღესდღეობით, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, მოკლედ ამ სფეროში. ამიტომ ადამიანებმა კი არ უნდა აძაგონ ეს პროცესი, უბრალოდ სხვაგან უნდა გადაიტანონ ეს ხაზი, რომ უფრო განვითარდნენ. Რაც რა გამახსენდა, ურთიერთობები ახსენე და უფრო მეტი ურთიერთობები და ერთმანეთის აღმოჩენა, ადამიანურობის და უნარების აღმოჩენა ახსენე. გამახსენდა წლების წინ, როდესაც ჯერ კიდევ ფეხს ვიკრებდი HR-ის მიმართულებით. წავიკითხე ერთ-ერთი სტატია, ძირითადად Harvard Business Review მიყვარს ძალიან და განსაკუთრებით სტატისტიკური მხარე მომწონს. თუ არ ვცდები, მან წავიკითხე, რომ მოკლედ ამერიკაში შექმნეს ბედნიერების დეპარტამენტი. HR-ის განვითარების მიმართულება არის ბედნიერების დეპარტამენტი და წარმოვიდგინე, მე ყოველთვის ვახდენ ხოლმე ვიზუალიზაციას იმისას, რასაც ვკითხულობ. აი წიგნები კარგი რამ ახსენე, იმიტომ რომ მეც ბავშვობიდანაა ესე დაძალებით, რასაც მაკითხებდნენ, ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, როგორ გამომადგა და დღესაც ესე დაძალებით ვკითხულობ, რომ არ ჩამოვრჩა რაღაც გარკვეულ მოვლენებს და წარმოიდგინე ბედნიერების ჯერ განვითარების ხარისხი. შედარება რო გავაკეთოთ, როგორ ვითარდება ეს მიმართულება, რომ რისთვისაც არის HR-ი, ანუ აი ეს საფუძველი რაც აქვს,
იქ მივიდნენ რომ შექმნეს მაგალითად ვარ მარიამი და დილით რო ვდგები, ჩემი სამსახური არის ის, სულხანი როგორ გავაბედნიერო სამსახურში. რა გავაკეთო იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი. და ეს არის ზუსტად აი მაგასთან მივდივართ, ესე მგონია, რომ შენ და იმ ბოდიში ის 60%, რომელიც დარჩება ბაზარზე, რომელიც გინდა რომ შეინარჩუნო, მოდი ცოტა zoom out-ი გავუკეთოთ, გინდა რომ შეინარჩუნო ეს. გინდა რომ შენი ბიზნესი გაზარდოს, განავითაროს. დრო ისე იცვლება და იმდენად ბევრი შესაძლებლობები ჩნდება, განსაკუთრებით ჯენზის შემთხვევაში, რომ აღარ უნდა ოფისში სიარული არავის, ეს გასაგებია და მიზანი კომპანიის გადადის, ანუ რაღაცა ფერს იცვლის და ფორმას იცვლის და გადადის იმაზე, რომ როგორ გავაკეთო ისე, რომ ის ადამიანები, ვინც ჩემთან მუშაობდნენ, თავს ბედნიერად გრძნობდნენ. ის კი არა, რომ აი ერთი სული მაქვს, ეხა როდის დასრულდება სამსახური და აი ეგ მეკლიკება, რომ ამის განვითარების მიმართულება არის ეს. ნამდვილად აქეთ მივდივართ. საერთოდ კორპორაციულ სამყაროში კვლევები როცა ტარდება, ხო, და განსაკუთრებით ბოლო 10 წლეული არის რა კვლევებიც მოდის, მაგრამ უფრო ევროპულ გამოსლებას ვეყრდნობით ამ შემთხვევაში და რატომ? იმიტომ რომ ქართულ რეალობაში უბრალოდ ასეთ კვლევები არ ტარდება. თუ კომპანია თვითონ არ ატარებს თავის შიგნით მასშტაბირებადი კვლევები, რომელიც ესე მერე საჯარო არის. არის ესეთი რაღაცა, რომ თანამშრომლებს როცა ეკითხებიან, მაგალითად, თუ 10 წლის წინ როცა ეკითხებოდნენ რა არის ის, რატომაც მუშაობ და ადრე იყო, ან რატომაც გინდა რომ იმუშაო და ადრე იყო პირველ ადგილზე ხელფასი. დღესდღეობით პირველ ადგილზე დგას ხელფასი და განვითარების საშუალება და აქ თავს გრძნობდე როგორც ადამიანი. და ჩემი გამოცდილება HR-ში მოიცავს თავიდან ადმინისტრებით დავიწყე, რეკრუტინგი, ვიყავ ესე რომ თქვათ, სწავლება განვითარების მიმართულებით და ბოლო 4 წელი ჩემი ხაზი კორპორატიულ სამყაროში არის თანამშრომლების ბედნიერებაზე ზრუნვა. და ეს ჩემი ერთ-ერთი მიმართულება არის და ზუსტად აქეთკენ მიდის ეს სამყარო. და რა არის ეს HR სამყარო? მოიზიდო, შეინარჩუნო და ისე წავიდეს ის სამსახურიდან, რომ იყოს ერთგვარი შენი ესე რომ თქვათ ამბასადორი შენი კომპანიის. ანუ კარგი ილაპარაკო შენზე. და აი ამ პროცესში სანამ ის შენთან არის როგორც თანამშრომელი, ხო? აქ ძალიან დიდი სამუშაო არის გასატარებელი და ამ სამუშაოს ლიდავს HR-ის მხარე. აი აქეთკენ გადავდივართ ზუსტად. ანუ ეგრეთ წოდებული ადამიანთან ესე იგი human touch-ი რასაც ქვია, ხო? ანუ ადამიანებთან შეხების წერტილები ეძებო და მაქსიმალურად ჩაეჭიდო იმ ადამიანს, რომ ბიზნესი, რომელიც ადამიანებზე არის ესე რომ ვთქვათ, დაფუძნებული, არ ჩამოიშალოს, ხო? ადამიანი თუ არ იქნება, რომელიც შენთან მუშაობს, ხო, ფიზიკურად ვერ იარსებებს ბიზნესი, ხო? რა თქმა უნდა, ისეთ ბიზნესზე მაქვს საუბარი, სადაც ეგრეთ წოდებული მომსახურება მიმდინარეობს, მომსახურების სფეროები. ამიტომ ნამდვილად გეთანხმები მაგ ამბავში, რომ HR იცვლის ფერს და წესით ბრუნდება მის საწყის, ესე რომ ვთქვათ, ხაზში. სხვაით შორის, უნდა ვთქვა, რომ პირველი, მოკლედ, კითხულობდი რამოდენიმე გამოცემას და მსოფლიოში პირველ HR დაღერებული არის კაცი. რომელიც იყო რაოდენ საოცრებაც არ უნდა იყოს ესე უტრებულად ამბობენ მიუხედავად იმისა რომ ჩვენს რეალობაში და ეხა სტატისტიკებს ვეცნობოდი რა ხდება ევროპის მასშტაბით და ევროპის მასშტაბით მაგალითად ესე არის რომ HR-ში მამაკაცების პროცენტული რაოდენობა არის დაახლოებით 20-25%, დანარჩენი ქალები არიან. აი ქართულ რეალობაში თუ ვიტყვით მე მახსოვს ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიყავი და რომელსაც გამოდიოდი, მოკლედ პატარა პრეზენტაცია მქონდა და მოვიდა ერთი გოგონა, რომელიც საკმაოდ ისეთი გამოცდილების გოგო იყო და მითხრა რომ ძალიან მინდაო
მაინტერესებსო, შენო ცოცხალი არსება ხარო? კაცი პირველად ნახე HR-ში. მოკლედ, ანუ ესეც ერთგვარი, ესე რომ ვთქვათ, გამოწვევა იყო. და ამ პირველმა კაცმა HR-ში, რომელიც არის, ხო, დაიწყო ზუსტად ამით, რომ პირველი მისი საქმე იყო ამ თანამშრომლებზე ზრუნვა. მე უბრალოდ დავკარგეთ ეს ხაზი განვითარების ეტაპზე, არ ვიცი, წლებთან ერთად და ეხლა ამ წონასწორობას ნელ-ნელა უბრუნდება ეს სფერო. არის კომპანიები სოფლიოს მასშტაბით, დიდი, ეგრეთ წოდებული გონგო კომპანიები, სადაც ეს მიმართულება და ეს ბალანსი უკვე აღდგა. და საოცარი პროგრამები აქვს, მათ შორის არის რამოდენიმე კომპანია საქართველოშიც, რომელიც მსგავს პროგრამებს ანხორციელებენ. მაგრამ სფეროს ჭირდება გაჯანსაღება და ამ სფეროს ვინ გააჯანსაღებს? მე, შენ და ის ჩემი საოცარი კოლეგები, რომლებსაც მე სულ ვამბობ ხოლმე, ჩვენ საქართველოში გვყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც შეიძლება არ ჩანან ველზე და ესე საჯაროდ არ უყვერთ გამოსვლა, მეც გულწრფელად რო გითხრათ, ფიზიკურად საჯაროდ საკმაოდ ვერიდები ხოლმე გამოჩენას, იმიტომ რომ უბრალოდ მიყვარს ჩემთვის ესე ვთქვათ, ბეგში ყოფნა და საქმის კეთება. მე მაგალითად არ მაქვს Facebook-ი, საერთოდ არასდროს არ მქონია Instagram-ი, არ ვიცი როგორ უნდა მოვიხმარო, მაქვს ერთი LinkedIn და იმასაც ვიყენებ მხოლოდ პროფესიული კონტაქტებისათვის. ანუ ჩვენ საქართველოში ყავს ისეთი ძლიერი სპეციალისტები, რომლებსაც ნამდვილად საოცარი რაღაცეები აქვს გაკეთებული ამ სფეროში, სიტყვა ნამდვილად ეთქმის და დღემდე ცდილობენ განავითარონ ეს სფერო. ჩემზე ძალიან მაღალი კლასის HR-ები, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს სცემ და ზუსტად თქვენ ისინი აი ეს ერთობლიობა განავითარებს ამ სფეროს და არა ის შიშები, რაც დღესდღეობით შეიძლება ვინმეს ჯერ კიდევ კონდეს ჩარჩენილი. ეს შები მეც მქონდა უბრალოდ ეხა ხო უყუროთ სულ სხვანაირად ლაპარაკობ და საუბრობ. თამამად უფრო ესე რომ ვთქვათ ამ შიშებს, იმიტომ რომ გადავხარში ეს ყველაფერი წლებთან ერთად. ტრანსფორმაციას მოკლედ ბევრი ცვლილება მოაქვს ხოლმე ზოგადად. იცი რა გავიფიქრე, რომ როდესაც საუბრობ იმაზე, რომ არის ბევრი HR-ი და ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი და ერთობა, აი ეს ერთობა მინდა რომ განვავრცო. რამდენად არსებობს საქართველოში ეს ერთობა და ხო არ არის უფრო კონკურენციის მიმართულება, აი მეს პრინციპი და ეგოს პრინციპი, ვიდრე ერთობის მიმართულება. შენ როგორ ფიქრობ? მოდი ესე ვიტყვი, ჩემი ესე ვთქვათ გამოცდილებიდან, რომ მე რადგან უფრო ბექის ტიპი ვარ და მირჩევნია ველზე ვიმუშაო და ჩემთვის ვაკეთო ჩემი საქმე, დიდი გამოცდილება ამაში არ მაქვს, რომ ამაზე ესე ვთქვათ კომენტარი გავაკეთო. თუმცა აი ჰელიოს მაგალითზე რომ დავბრუნდეთ, მე ჯერჯერობით არ მიმიღია ისეთი ტიპის უკავშირი, რომელიც არ ვიცი, დავანგრევდა, ჩამომშლიდა, პროდუქციე ცუდ რამეს იტყო და ისეთი ადამიანები აზიარებდნენ ჰელიოზე პოსტებს, რომთანაც საერთოდ არ მქონდა შეხება, პროფესიული HR-ებზე მაქვს საუბარი, რომლებსაც ჩემზე ძალიან დიდი საქმეები აქვს გაკეთებული საქართველოში და მე მათთვის არ მithხოვდა რომ გააზიარ ჰელიოს შესახებ ინფორმაცია თქო და კომენტარი დაწერე და ასე შემდეგ. ანუ ეს მათში წამოვიდა. ამიტომ მე ამ სფეროდან ვიგრძენი ძალიან დიდი მხარდაჭერა. კონკურენციას რაც შეეხება, ეს ბუნებრივი პროცესი მგონია, მეც ვთვლი ჩემ სფეროში ადამიანებს, რიგ ადამიანებს კონკურენტებად და ზუსტად იმიტომ ვითარდები, რომ მოკლედ ტონუსში ვიყო და ესე ვთქვათ, ჩემი საცეცები, რაც ამ სფეროში მაქცევს მე როგორც სულხანს უნიკალურ პიროვნებად, ანუ არ ესე ვთქვათ, მომიბლაგდეს, ხო? ამიტომ ბევრს ალბათ ვერაფერს ვერ ვთქვი, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან ძალიან მხარდამჭერი აღმოჩნდა, მოკლედ ეს community, როგორც შეიძლება ვთქვა, ჩემ შემთხვევაში. მე ძალიან იშვიათად დავდივარ, მაგალითად, საერთო შეკრებებზე, სხვადასხვა ივენთებზე, არა იმიტომ, რომ არ მომწონს ეს community, უბრალოდ ჩემი კომფორტი არის, არ ვიცი, მარტო ჩემთვის ვიყო და საქმე ვაკეთო, ის საქმე, რომელიც ესე ვთქვათ, მიყვარს. ან მიყვარს public speaking-ი, დიდად და ასე შემდეგ. ამიტომ ალბათ მაგ კითხვის სწორი ადრესატი მთლად ესე რომ ვთქვათ ვერ ვარ მე, იმიტომ რომ შესაბამის გამოცდილება არ მაქვს. ხო, მესმის. კიდევ ერთ საკითხს მინდა რომ შევეხო.
მაინც ადამიანების და ტექნოლოგიების გარშემო ვტრიალებთ, HR-ი მაინც ადამიანური ამბავი არის. არის ესე რწმენა წარმოდგენების გარშემო ვტრიალებთ ზოგადად ადამიანები. ეს რწმენა წარმოდგენები ბავშვობიდან მოდის, საზოგადოებიდან, რაღაცა გამოცდილებებიდან და ასე შემდეგ და ერთ-ერთი რწმენა წარმოდგენა არის ეხა რწმენა წარმოდგენა არა, უფრო რაღაც მასთან მიახლოებული. ადამიანებს აქვთ გარკვეული შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ჩანაცვლება რაღაცით შეიძლება მოხდეს. მარტო ეს არა, ბევრი შიშები გვაქვს ადამიანებს და ამ შიშებს ჩვენ მუდმივად ვებრძვით. ეს შეიძლება იყოს პიროვნული შიშები, რაღაცა ბიზნეს მიმართულებით და ასე შემდეგ და მუშაობთ, გაუჩერებლად ვმუშაობთ ამაზე. ესეთი კითხვა მაქვს. ეხა როგორც HR-ი შეიძლება კონკრეტული პასუხი გამცე, ეხა წინასწარ ხვდები, რასაც გამცე, მაგრამ მაინც ვიკითხავ. რა უფრო მნიშვნელოვანი არის ადამიანები თუ საოპერაციო პროცესები? რთული შეკითხვა არის, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის ვცდილობ, რომ ბალანსი დავიცვა ბიზნესსა და ესე რომ ვთქვათ, ამ ხაზში რა, ბიზნესის ხაზში. ჩემი წარმოდგენით მნიშვნელოვანი ამბავი არის ადამიანები. მაგრამ ბიზნესი საოპერაციო პროცესის გარეშე არ არსებობს. და ზუსტად აი აქ გადის ამ ხაზში გადის ტექნოლოგიები, რომელიც აერთებს ამ ორივე ხაზს. მე მქონია გამოცდილება ისეთ CEO-ებთან მუშაობის, რომლებთანაც მიწევდა მტკიცება, რომ ადამიანი უნდა იყოს უპირატესი და ის მიმტკიცებდა, რომ საოპერაციო პროცესი და საბოლოო შედეგი არის უპირატესი და მე ძალიან ბევრი მიბრძოლია და მქონია ესე ვთქვათ მძიმე საუბრებიც იმის რომ დამერწმუნებია ეს ადამიანები, ხო? იქ შემთხვევაში არ ვიცი, შეიძლება გამოდიოდა, შეიძლება არ გამოდიოდა, მაგრამ მე პირადად ყოველთვის ვჯერა ადამიანებს. ალბათ, ამიტომაც ვარ ამ სფეროში და ამიტომაც ესე რომ ვთქვათ, არ შევცვალე რაკურსი ამ სფეროდან. მაგრამ რაც უფრო მეტ გამოცდილებას ვიწემ ბიზნესის მიმართულებით, კიდევ უფრო რწმუნდები, რომ ბიზნესის კეთების დროს საოპერაციო პროცესის გარეშე ფიზიკურად ვერ მიიღებ იმ შედეგს, რაც არ უნდა დადგეს. და შედეგი რა არის, ხო? ეს ადამიანი მე იყოს ბედნიერი. ეს იქნება მატერიალური მხარე თუ არამატერიალური მხარე. შესაბამისად, აი ამ ხაზის დამაკავშირებელი, ჩემი აზრით, არის ზუსტად ის ტექნოლოგიები და ის ტექნოლოგიური, ესე რომ ვთქვათ, ინოვაციები და სიახლეები, რაც დღესდღეობით, ესე რომ ვთქვათ, ჩვენს გარშემო ხდება. და რა არის ეს, რომ ერთის მხრივ საოპერაციო პროცესებმა არ ჩაყლაპოს ადამიანი როგორც პიროვნება, ხო? ისი არ გადაღალოს, არ გადაწვას, რომ მე საერთოდ არაფერი არ უნდადეს ამ ადამიანს. და ზუსტად ამ ბალანსის აღდგენაში, ან არ ვიცი, დაჭერაში გვეხმარება ის ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რაც დღესდღეობით არსებობს. კარგი. ესე იგი, ეს პოდკასტი არის საშენებული თავიდან ბოლომდე ღირებულებების გარშემო. და მთავარი ღირებულება არის ადამიანებისთვის სიკეთის მოტანა. მე მინდა რომ ორი მიმართულებით წავიდეთ. პირველი არის პირადი შენი ღირებულებები რა არის, რაზეც აშენებ შენს ყოველდღიურობას, შენს ცხოვრებას და მეორე ჰელიოს ღირებულებები რა არის. კაი. საკმაოდ რთული კითხვა არის და სირთულე გამომდინარეობს ჩემი არსაჯაროობიდან. იმიტომ როგორც წესი ეს თემებზე ვცდილობ რომ ღიად ესე რომ ვთქვათ არ ვისაუბრო, მაგრამ რამოდენიმე ღირებულებას მაინც ვახსენებ, რომ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მათ შორის მძიმე, არამძიმე, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ყოველთვის მჯეროდა პიროვნების და ამ პიროვნებაში რაღაც სიკეთის თუ კარგის თუ პოზიტიურის, არ ვიცი ვინცაც როგორ უნდა ისე დაარქვას, მოგლეთ ამ მარცვლის. ყოველთვის ამას ვეძებ ადამიანში. და ჩემი მეგობრები სულ დამცინია ხოლმე, რომ რატო შეგვჭა მე ამ პოზიტიურობ და დაანებე ამ ხალხს თავი და შეეშვი ადამიანს და არ წაიტეხოს ცხვირი მოკლედ. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს
კარგი, პოზიტიური რაც არის, იმას ჩავეჭიდო ამ ადამიანში. ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავარი ღერძი რის გარშემოც ვტრიალებ, ჩემი ღირებულებითი მატრიცით, ესე რომ ვთქვათ, არის ადამიანი და ადამიანი როგორც არა ფუტლი არის, არამედ როგორც პიროვნება, ინდივიდი, რომელიც არის ესე რომ ვთქვათ, მასში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მთელ ამ პროცესში ღრმად მჯერა, ვისაც არ ჯერათ, გამატარეთ უბრალოდ, რომ ადამიანებში არის სიკეთის მარცვალი. თუმცა ისეთ მეამიტურიც არ ვარ, რომ მოგლეთ სხვა რაღაცებს ვერ ვხედავდე მთელ ამ პროცესში. და ასევე ამ ღირებულებით მატრიცას უნდა შევმარტოთ სიტყვა მოძრაობა. ერთ-ერთ პატარა ესე ვთქვათ კონფერენციაზე, სადაც ახალი თაობის წარმომადგენლები იყვნენ, უნივერსიტეტში ვატარებდი და მკითხეს რომ ან წარმატების რატო ხარ ესე წარმატებული თუ რა ვიცი რამდენად შეიძლება ითქვას რომ წარმატებული. და მაშინ გავიცე ეგეთი პასუხი რომ თავარი ამბავი არის მოძრაობა. ანუ სულ მოძრაობ ცხოვრებაში. დავიცე მე ავდგები მოძრაობ, იყო პერიოდი როცა არ ვიცი, ჩემს ბავშვობაში კომპიუტერი საერთოდ რა იყო არ ვიცოდი, მაგრამ დღეს ვმუშაობ AI ტექნოლოგიასთან. იყო სიტუაციები, როცა არ მესმოდა პირობითად რას ნიშნავს კვლევითი ანალიზი HR-ის სფეროში, მაგრამ დღეს ვამუშავებ ძალიან სიღრმისეულ კვლევებს HR-ში. ანუ ეს გამოიწვია მოძრაობა. ანუ არ უნდა მოდუნდეს სულ სიახლეების, სულ უნდა იმოძრაო, რაღაცა იყო შემთხვევები ხოლმე დაახლოებით ალბათ 25 სადღაც 24 წლის ასაკში, როცა შეხვედრაზე ვიჯექი ხოლმე და სიტყვას როცა ამბობდნენ ხოლმე ამ შეხვედრაზე. ისეთ ცოტა ესე fancy სიტყვას ან უცნაურ სიტყვას, ანუ რო ვერ ვგებულობდი, მერიდებოდა კითხვის დასმა. და მე ამ სიტყვას სადღაც ვიწერდი და ვინიშნავდი და მე მივდიოდი. და ეხლა ნელა ვისწავლე, რომ ანუ ესეც მოძრაობის ის ხო, რომ რა ვიცი, არაფერი არ არის სასიცოცხლო, დასვი შეკითხვა, თუ არ იცი ეს სიტყვა რას ნიშნავს, რას გულისხმობს. ანუ ეს არის ჩემთვის მოძრაობა. ჩვენ ვართ ცოცხალი არსებები, რომლებმაც თავი უნდა გადაერჩინონ ამ სამყაროში, ხო? და ეს გადარჩენის მექანიზმი პირდაპირ გაგებით არის მოძრაობა. და არაპირდაპირ გაგებითაც არის მოძრაობა, რომ განვითარდე, ჩამოყალიბდე, უფრო მეტი ისწავლო და შენ სფეროში რაღაცა აკეთო. არ აქვს მნიშვნელობა HR იქნები თუ რა ვიცი, მედდა პირობითად. რა შეეხება Helios ღირებულებით სისტემას, Helios-ზე ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ორი მთავარი სტრიმი შეგვიძლია გავყოთ. ეს არის ადამიანების და ტექნოლოგიის ერთობლიობა, რომლის მიზანიც არის ამ ადამიანებს მაქსიმალურად ისეთი ინსტრუმენტი მივაწოდოთ, რომლის საბოლოო შედეგი ბიზნესისთვისაც, რეკრუტერისთვისაც, როგორც პიროვნებას და თავად კანდიდატისთვისაც იქნება ძალიან მაღალი, ესე რომ ვთქვათ, პოზიტიური გავლენის მქონე. ანუ კარგი შედეგი ექნება და ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულებით სისტემა. სხვა შორის მინდა ვთქვა, რომ ეხა ამ კანდიდატის მხარეს რო შევეხო 2024 წელს ჩვენ მოვიგეთ პრიზი არა როგორც ესე რომ ვთქვათ HR-ების ხელშემწყობი პლატფორმა, არამედ უნიკალური გადაწყვეტა როგორც ბიზნესის მომხმარებლებისთვის, ანუ ამ შემთხვევაში კანდიდატებისთვის. ანუ აქეთ ამ მხარესაც ვმუშაობთ. ანუ ისეთი გადაწყვეტები შემოვიტანეთ, რომ მაქსიმალურად მარტივად კანდიდატმა წარმოაჩინოს თავის თავი. ანუ ზუსტად ამას ვცდილობთ, რომ აი ეს სამი მხარე, შეიძლება ვთქვათ, ბიზნესი, კანდიდატი და შუაში მათი ეგრეთ წოდებული მედიატორი, რეკრუტერის მხარეთ, ისე დავაკავშიროთ ერთმანეთს და ისე ესე ვთქვათ, ვაჩვენოთ თავიანთი პოზიტიური მხარეები, რომ საბოლოო შედეგი იყოს შერჩეული სწორი ადამიანი, რომელიც იქნება ბედნიერი და რომელიც არ ვიცი, 6 თვეში არ გაიქცევა სამსახურთან. კარგი, კიდე ერთი კითხვა დამრჩა. ესე იგი, თუ შეგიძლია და პრინციპში დარწმუნებული ვარ, რომ შეგიძლია მისცე რჩევა დამწყებ სტარტაპერებს, ვინც ახლა
24/7-ზე. ანუ სახელი და გვარი აღარ ახსოვს თავისი, ვინ არიან და წარმოშობით საიდან არიან და საერთოდ სად არიან და რას აკეთებენ. რჩევა, რომელიც გაუადვილებთ ამ გზას და დაეხმარებათ რაღაცა ბოლოში სინათლის თანახვაში. აი, თამრთულია ხა ჩემგან რაიმე ესეთი რჩევის მიცემა, იმიტომ რომ მე 24/7-ზე ვარ დღემდე, შეიძლება ვთქვა, მაგრამ პირველი არის ანუ გჯეროდეს იმის რაც საკეთებ, ანუ ეს რწმენა არ დაკარგო მიუხედავად იმისა, ვინც რა ფიდბექი შეიძლება გითხრას. და ამის ნათელი მაგალითი არის ჰელიო, ერთ-ერთ საგრანტო კონკურსზე, როცა ვიღებდით მონაწილეობას, 3-ჯერ გავედით. და ეს არ არის რაღაც ერთკვირიან შუალედით, 1 წელი არის შუალედი. ანუ 3 წელი ზედიზეთ. გავდიოთ და მაინც არ ვიშვებოდით. იმიტომ რომ გჯეროდა ამის. და მე მოვიგეთ. ეს ყველაფერი. პირველი არის ის რისის გჯერა არ მოусმინოთ არავის გარშემოყოფებს, რომელიც მხოლოდ ნეგატივს გეუბნებენ და ამ ნეგატივს არ მოაყოლებენ, მაშინ რა ვქნა აი ამ კონტექსტს, ანუ რაც დაატრიგერებს ესე ვთქვათ შენში ამ ცვლილებების კასკადს. მეორე არის ის, რომ გუნდში ლაპარაკეთ ღიად, ძალიან ღიად ლაპარაკეთ, მას შორის თქვენს ემოციებზე, იცინეთ, იტირეთ, ისაუბრეთ, მოყევით თქვენი ძველი წარსული, ანუ მაქსიმალურად გახსენით ეს საკომუნიკაციო, ესე რომ ვთქვათ, არხი გუნდის წევრებს შორის. და მესამე არის, რაც ჩემი გამოცდილება იყო, პატივიაცით ერთმანეთს შიგნით გუნდში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. თუ ვინმეს ეგო გადაფარავს ამ პატივისცემას, დამიჯეროთ, რომ აუცილებლად ეს სტარტაპი და რიგ შემთხვევაში, როცა უკვე შეიძლება ბიზნესაც ჩამოყალიბდეს, აუცილებლად წავა, ესე რომ ვთქვათ, უკან და უკან ეს ყველაფერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის პატივისცემის კომპონენტი და მადლიერების განცდა, მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი არის გუნდის წევრების შორის. რეალურად ჩვენი მთავარი ფოვერი აღმოჩნდა ადამიანები, ჰელიოს მაგალითზე, ანუ ხალხი, ვინც გვინდით ამას. ანუ კვილებით მოვიტანეთ და გავიტანეთ ეს პროდუქტი, იმიტომ რომ გჯეროდა და იმიტომ რომ ეს 4 ადამიანი ისე შევთამაშდით ერთმანეთთან, რომ მაქსიმალურად ეს პროცესი წავიყვანთ იმისკენ, რომ მიგვეღწია წარმატებისკენ. ალბათ ჯერ კიდევ ადრე არის თქვათ, რომ წარმატებულები ვართ, მაგრამ ის გზა, რაც აქამდე გამოვიარეთ, ნამდვილად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო გჯერა ამ ყველაფრის და კიდევ უფრო ვეცდებით, რომ ეს ქართული პროდუქტი, რომელსაც ადრე 2023 წელს მეკითხებოდნენ, ნამდვილად ქართველები ხართო? დიახ, ნამდვილად ქართველები ვართ და ამ ქართულ პროდუქტს აუცილებლად გავიტანთ სოფლიოში და ვაჩვენებთ, რომ ჩვენც მაგარ რაღაცებს ვაკეთებთ საქართველოში. მე რა ცოტანი ვართ. მაინც მაგრები ვართ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, სულხან. მე წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ჰელიოს. ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი გამოგივათ და უკვე გამოგივიდათ. და ვუსურვო წარმატება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა დგას სტარტაპის საფუძვლებში და ვუსურვებ იმ გამოწვევების გადალახვას მარტივად შედარებით, რომელი გამოწვევების გადალახვაც უწევთ. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა.